მოგესალმებით, ბატონო პრეზიდენტო, თქვენო უწმიდესობაო, მოგესალმებით, პატივცემულო სტუმრებო, კოლეგებო, მინდა მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი 2016 წელი გახლდათ როგორც მიღწევების, ასევე გამოწვევების წელი. ვისურვებდი, რომ მომავალ წელს, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში იყოს პირველ რიგში მშვიდობა, იყოს მეტი პოზიტივი და უფრო ნაკლები ნეგატივი. ბატონმა პრეზიდენტმა ახსენა უაღრესი დრამატიზმით განვითარებული მოვლენები სირიაში და ჩვენც როგორც კაცობრიობის წარმომადგენლებმა გვინდა გამოვხატოთ სოლიდარობა იქ უაღრესად დიდ გასაჭირში მყოფი ადამიანების მიმართ და ასევე მზადყოფნა, რომ რაღაცნაირად გავუადვილოთ, შევუმსუბუქოთ ის ტვირთი, რომელიც მათ ბედმა არ გუნა. დღეს როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ერთიანობა საერთაშორისო თანამეგობრობის საერთო გამოწვევებთან გასამკლავებლად. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო საქართველოს მეგობრებს, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, საქართველოს მნიშვნელოვანი დახმარებისთვის და მხარდაჭერისთვის. ჩვენი ქვეყნის დასავლური დემოკრატიული განვითარების ვექტორი გახლავთ უმნიშვნელოვანესი უპირველეს ყოვლისა ჩვენი ხალხის ყოფის გასაუმჯობესებლად, კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად და ამისთვის ჩვენს მოსახლეობას უწევს ბევრი სირთულის გადატანა, გადალახვა. მაგრამ ჩვენ ყველანი მთელი ქვეყანა ვართ იმედით ახსავსე, რადგან ყველას გვაქვს გათავისებული სისწორე იმ გზისა, რომელსაც ჩვენ ვადგავართ. ჩვენ ვართ იმედით ახსავსე, იმიტომ რომ ასეთი მეგობრები გვყავს. კიდევ ერთხელ გილოცავთ დამდეგ ახალ წელს. გისურვებთ მშვიდობას და ბედნიერებას. მადლობთ.